მე ვფიქრობ, რომ იგივე რეალობაში გავიღვიძებთ, იმიტომ რომ ეს რაღაცა იცით არსებობს ზღვარი, როდესაც აბსურდულობის რაღაცა არ ვიცი, აბსურდულ ფორმას იღებს, ხო? აი ეს ხელისუფლების რაღაცა დაჟინებული მცდელობა, რომ კანონის ძალით ფაქტიურად ქვეყანაში ჩაახშოს ყველანაირი თავისუფალი სივრცე. მე ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, აი საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მათ აქვთ ამ კანონის რეალურად აღსრულების რესურსი, იმიტომ რომ ეს კანონი რომ რეალურად აღასრულონ, არ ვიცი, რაღაც ნახევარი საქართველოს უნდა აქციონ ციხედ. მაშინ რატომ იღებენ ამ კანონს, თუ კი ვერ აღასრულებენ? ეს არის დაშინების მცდელობა. მათ რეალურად ვერ აღასრულეს ვერც, ასე ვთქვათ, პირველი ნაწილია ამ რეპრესიული კანონების, რაც შეეხებოდა უცხოური აგენტის ანუ ეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს. კი, ანუ ეს გამჭვირვალობის კანონი აღმოჩნდა, რომ ну, ვერ დაიცვეს, ამიტომ ეხლა ეს ვნახეთ რაღაცა უბადრუკი მცდელობა, რომ კიდევ უფრო დაძიმონ რეპრესიები. იცი რა სიმართლე რომ გითხრა, მე ძალიან მშვიდად ვუყურებ ამას ყველაფერს, არაპირებს თქვენს რიტორიკაში რაიმეს შეცვლას, ანუ ამ შემთხვევაში არალეგიტიმური ოცნების პრეზიდენტი, ოცნების პრემიერი, ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე. ჩემი რიტორიკის შეცვლა ხო არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ამ ხელისუფლებას აქვს დაკარგული საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის ნდობა. მათ იციან ყველაზე კარგად ეს, ყველაზე კარგად ქართულმა ოცნებამ იცის, რომ მათ აღარ აქვთ დემოკრატიული ლეგიტიმაცია. აქ ლეგიტიმაციაზე, როდესაც არის საუბარი, ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ ლეგიტიმაციაზე. და დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ისინი ისე წავლენ, რომ ვეღარასოდეს ვეღარ მოიპოვებენ, იმიტომ რომ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში ვეღარასოდეს ვეღარ მოიგებს. და ეს შეიძლება იყოს ერთადერთი რამაც შეიძლება გააქარწყლოს დემოკრატიული ლეგიტიმაციის საკითხი და ну ახლა ესა რა ვიცი მე თქვენთვის არა, მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება ეს კანონი გახდეს რაღაცნაირად დამაბრკოლებელი გარემოება, ხომ? ანუ ეს ხალხი შორის ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო, როდესაც ერთ-ერთ პროსახელისუფლებო არხზე დაიდო ონლაინ მედიების სკრინები, სადაც იყო გამოყენებული სწორედ ეს ტერმინები, რაც მე ჩამოვთვალე და აი ისე აგიხდეთ ყველაფერი სიკეთე, რამდენიმე საათში უკვე მესამე მოსმენით მიიღეს ეს კანონ პროექტი. ანუ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შესაძლებელია კონკრეტულ პოლიტიკოსებზე ამ კანონს არ ქონდეს დაშინების ეფექტი, მაგრამ მედიებზე, ინდივიდებზე ამან იქონიოს გავლენა, მათ შორის მეწარმეებზე, რომელიც მოერიდება ხელისუფლებასთან რაღაცა ზედმეტ სირთულეებს, ხო? ეს არის ამოცანა, ცხადია, ისევე როგორც ყველაფერი, აი ნახეთ ყველაფერი, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს გასული, ну თითქმის უკვე 2 წლის მანძილზე ემსახურება ერთადერთ ამოცანას, ეს არის საზოგადოების დაშინება, ხო? იმიტომ რომ ეს სხვადასხვა ფორმას იღებს. ჩვენ ცხოვრობთ უკვე 2 წელიწადია ქვეყანაში, რომელიც ძალიან სწრაფად, უპრეცედენტო სწრაფით ხდება ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული გარემო მსოფლიოში, იმიტომ რომ რა დანიშნულება ქონდა ჯარიმების შემოღებას უზარმაზარი ქართული ოცნების არგუმენტებით ამით ისინი შიდობას ინარჩუნებენ არ აძლევენ შიდა თუ გარე აგენტებს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას რაც მათი ასე ვთქვათ მოსაზრებით უპირობოდ ნიშნავს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ხო ნუ ეს რო აბსურდია ამაზე ქართულ ოცნებას უკვე ბევრჯერ უპასუხეს და არაერთხელ უპასუხეს ამიტომ მე მგონი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უკვე ძალიან კარგად ხვდება, რომ აი ფაქტიურად თლიანად ტყუილი არის თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების მთელი პოლიტიკური ეს რიტორიკა და ამიტომ არის მათ შორის დასანქცირებული მათი პროპაგანდისტული მედია საშუალებები. ყველას ესმის, რომ დღეს ერთადერთი მიზნით ხდება ამ ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის და თავისუფალი სივრცის გაუქმება და ეს არის რომ კორუმპირებულმა რეჟიმმა გააგრძელოს ამ ქვეყნის მართვა და გააგრძელოს ხალხის ძარცვა. ეს რეჟიმი რო კორუმპირებულია, ამას უკვე მარტო ჩვენ აღარ ვამბობთ, თავად აღიარებენ და ეს არის ერთადერთი ასე ვთქვათ, მონაცემები მოყავთ იმის დასტურად, რომ ამ ვითარებაში, როდესაც იქეთ ახლო აღმოსავლეთში
გაჩაღებული ომია და აქეთ უკრაინა მეოთხე წელია რჩება ცხელ წერტილად, საქართველო არის ერთადერთი მშვიდობის დერეფანი, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. და დაცული სივრცე არის ევროპის თავზე, იმ ევროპაში, რომელშიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის მოთხოვნით და დავალებით გაგვიუქმა გაწევრიანების შანსი. დიახ, დღეს ძალიან რთული სოფლიო არის, საქართველო არის ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და დღეს, როდესაც ჩვენ მივიღეთ მოპატიჟება, რომ გავხდარიყავით ყველაზე დაცული უსაფრთხო ევროპული სივრცის ნაწილი, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ქვეშევრდომებმა ეს შანსი ქართულ ხალხს წაართვეს და ჩვენ დიახ დღეს დატოვებული ვართ მარტო. ეს არის ძალიან სახიფათო მომენტი, რომ ჩვენ ვართ დატოვებული დღეს მარტო ყველანაირი მოკავშირის და ყველანაირი მეგობრის გარეშე აი ამ ცეცხლმოდებულ მსოფლიოში და ეს არის ივანიშვილის დამსახურება და რეალურად თუ ვინმეს უნდა მშვიდობა ამ ქვეყნისთვის, თუ ვინმეს უნდა გრძელვადიანი დაცულობა, გრძელვადიანი განვითარება, გრძელვადიანი მშვიდობა, ყველა ეს ადამიანი საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთადერთი ადგილი ეს არის სწორედ ევროპულ სივრცეში. თუმცა ხელისუფლების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ აი ამ ვითარებაში, როდესაც ესეთი ბევრი ცხელი წერტილია ახლო აღმოსავლეთში და ირანი მის გარშემო თითქმის ყველა მეზობელს ბალისტიკური რაკეტებით ესხმის და ცოტა ხნის წინ დღეს ვნახეთ, რომ თურქეთის ნატოს ბაზების მიმართულებითაც გაუშვა ბალისტიკური რაკეტა, უბრალოდ იქ დროულად მოახერხეს მისი აღმოჩენა, გაუნებელყოფა და ზღვაში ჩააგდეს. საქართველოს სწორედ ქართული ოცნების იმ პოლიტიკის წყალობით გადარჩა, რომელსაც დღემდე ეძახიან, რა ვიცი, სამძიმრის პოლიტიკას, როდესაც ქართული დელეგაცია კობახიძის ხელმძღვანელობით ირანის ყოფილი პრეზიდენტის პანაშვიძე იყო ჩასული. მოროშკინას დონის გეოსტრატეგიული ანალიზი არის ნამდვილად, მაგრამ რეალობა არის ცოტა სხვა. რეალობა არის ის, რომ ჩვენ რეალურად ვართ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში, იმიტომ რომ საქართველოსნაირ ქვეყანას არ შეიძლება რომ კონდეს რაიმე სხვა დაცვის და თავდაცვის იმედი, გარდა იმისა, რომ იყოს ძლიერი ალიანსების ნაწილი და შესაბამისად დაცული იყოს ძლიერი მოკავშირეების მიერ. საქართველო, რომელიც დღეს არის სრულ იზოლაციაში, საერთაშორისო იზოლაციაში, ჩვენ რისი იმედი შეიძლება გქონდეს, მაგალითად იმ ვითარებაში, როდესაც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დაიძრა იგივე ეს მინდა როდესაც ამბობთ რომ საქართველოს ნაკადი ჩვენი მიმართულებით დაუცველ მდგომარეობაში მოდი ჯერ გამოვკვეთოთ ის რეალური საფრთხეები რომლის წინაშე შესაძლებელია ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდეს ფაქტობრივად ეჭვგარეშეა რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც საქართველოში სომხეთის პრემიერი იმყოფებოდა შესაძლებელი არის სწორედ საქართველოსა და სომხეთს შორის შეთანხმებული პოზიცია აი ამ უსაფრთხოების რისკების სამართავად და სხვა შორის გამოიქო მოსაზრება რომ აი უახლოეს დღეებში შესაძლებელია ჩვენ ალიევის ვიზიტით ვიხილოთ ჩვენთან. ჩვენი რა თქმა უნდა ჩვენ ვართ წინა ხაზზე იმ თვალსაზრისით რომ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ირანში, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი შესაძლო განვითარება მოვლენების ეს არის არც თუ სწრაფად ამოწყურვა ამ კონფლიქტის და გადაზრდა კონფლიქტის მათ შორის შიდა დაპირისპირებაში სამოქალაქო ომის ჩათვლით. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ რაღაც აქტიურდება სხვადასხვა შიდა პროცესები, არ არის გამორიცხული რომ კონფლიქტმა მიიღოს ისეთი სახე, რაც ასე ვთქვათ გენერირებას გაუკეთებს საკმაოდ დიდ გადაადგილებას მოსახლეობის, ხო? იმიტომ რომ ირანი საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქვეყანაა, 90 მილიონი, შესაბამისად საკმაოდ მცირე ნაწილიც რომ დაიძრას ტოლვილების და გაიქცეს ამ კონფლიქტს, ჩვენი რეგიონისთვის შესაძლოა ეს იყოს საკმაოდ დიდი ნაკადი შესაბამისად. ამიტომ მე მგონია რომ ეს ალბათ უნდა იყოს დღეს განხილვის თემა, იმიტომ რომ
აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ გვქონდეს დაალაგებული პოლიტიკა და საერთო პოლიტიკა გქონდეს არა მხოლოდ მეზობლებთან, არამედ იგივე ევროპასთანაც დაგჭირდება ამაზე კოორდინირება, იმიტომ რომ ცხადია, რომ იქაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, აი სწორედ ამას ვამბობ, რომ ამ ვითარებაში, როდესაც შენ ყავს ხელისუფლება, რომელსაც არავისთან, ასე ვთქვათ, არა აქვს, როგორ გითხრათ, ფუნქციური ურთიერთობა, პირველ რიგში არა აქვს ეს ფუნქციური ურთიერთობა ევროკავშირთან, რომელიც გადამწყვეტი მოთამაშე იქნება პოტენციურად მაგალითად ლტოლვილების კრიზისის პირობებში და სხვა გამოწვევების პირობებში. ჩვენ უკეთ დაცულები ვართ, თუ პირიქით ძალიან დაუცველები ვართ. ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყება. მე ჩემ თავს ვგზნობ უფრო დაუცველად, როგორც ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე. ჰუმანიტარული კრიზისი თუ დაიწყება იმ სცენარის იმ განვითარებით, რასაც თქვენ საუბრობდით, ანუ სამოქალაქო დაპირისპირება ირანში, ვიცით რომ აი ამ ზოგადად აიათოლების მომხრე, ესეთი მყარი რა ვიცი შემიძლია თუ არა მათ ელექტორატი უწოდე, მაგრამ არ ვიცი მათი ტერმინოლოგიით ამას რა მხარდამჭერები მთელი ირანის მოსახლეობის დაახლოებით 30%-ია და ეს საკმაოდ ანგარიში გასაწევი ძალა თუ დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება, ამას მოყვება დევნილთა საკმაოდ დიდი ნაკადები. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირ საზღვარი ირანთან, მათი შეკავება პირველი ასე ვთქვათ ტალღა, პირველი ტალღის გატარება მოუწევთ სწორედ სომხეთსა და აზერბაიჯანს, მაგრამ თქვენ ამბობთ რომ ეს ნაკადები აუცილებლად მოუწოდება საქართველოს და საქართველოს ამ ყველაფრის მართვა მოუწევს. ანუ თუ ასეთი ჰუმანიტარული კატასტროფა დაიწყება, ევროკავშირი დაიწყებს იმის გარჩევას, საქართველოს ახლა რა პოლიტიკურ ურთიერთობაშია მათთან? იმის გარჩევას კი არ დაიწყებს. ჩვენ არანაირ ზეგავლენას ჩვენ არ გველაპარაკება არავინ ევროპაში. საქართველოს ევროპაში არავინ არ ელაპარაკება. იმიტომ რომ საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც უბრალოდ ანტაგონისტურ ურთიერთობაში კი არ არის, ასე ვთქვათ, ევროკავშირთან, არამედ აქტიურად ლანძღავს ევროპის წამყვან სახელმწიფოებს. აი რა ურთიერთობა აქვს დღეს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას გერმანიასთან? მე მინდა დავსვა შეკითხვა, ხო? გერმანიასთან, რომლის ელჩსაც ყოველდღე ლანძღავენ, გერმანია, რომელიც ყოველდღე არის მათთვის სამიზნე და ვინ არის დღეს ევროპაში მთავარი მოთამაშე უსაფრთხოების და ზოგადად საერთოდ მათ შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავლის და უსაფრთხოების განსაზღვრის თვალსაზრისით. ყველა ხედავს ძალიან ნათლად, რომ გერმანია დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთამაშე მსოფლიო სისტემაში და განსაკუთრებით ევროპის შიგნით. შენ რო არ მიგესვლება გერმანიის ხელისუფლებას, რომ ვერ ელაპარაკები და ლანძღავ ყოველდღე, მე მაინტერესებს ეს ხელს უწყობს თუ არა იმას, რომ საქართველოს საკუთარი ინტერესები აი ამ ძალიან რთულ გარემოში ეფექტიანად დაიცვას. თორე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე შეიძლება არ მიატოვონ ქართველი ხალხი იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მაგალითად არ გვიუქმებენ უვიზო რეჟიმს, იმიტომ რომ ხალხი არ დაისაჯოს და გაუქმეს ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ ხო ხელისუფლება იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი ინტერესების არტიკულირება გააკეთოს და დაიცვას ეფექტიანად და ხელისუფლება, რომელიც არის გარიყული საერთაშორისო იზოლაციაში და ვერაფრით ვერ შეცვლის ამ რეალობას, თუ არ შეცვალა საკუთარი პოლიტიკა, რამდენი კანონიც არ უნდა მიიღოს და ახალი რეპრესიული კანონების მიღება მხოლოდ ხელს შეუწყობს მის შემდგომ საერთაშორისო იზოლაციას, ვერ წარმოადგენს ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს. ნიშნულობა არ აქვს ვისმისა ამ მოქალაქეებს ქართულ ოცნებას თუ ოპოზიციას. არ მოინდომა ქართულმა ოცნებამ კონკრეტულად თქვენს პოლიტიკურ ძალასთან დებატებში შესვლა, საერთოდ არ არის ეს არც მიზეზები საინტერესო და მე მგონი ეს დებატებიც თემებიდან გამომდინარე, მოდი ასე ვთქვათ, აბსოლუტურად უინტერესო გახდა ჩემთვის პირადად ეს ჩემი მოსაზრება, მაგრამ აქ რომ იყოს მათი წარმომადგენელი, ან მათი მხარდამჭერი, აუცილებლად გეტყოდათ, რომ ეცეთ რა, აი როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირთან ამასობაში, როცა საქართველოს იზოლაციონისტური პოლიტიკა აირჩია, ევროკავშირთან ურთიერთობები გააღრმავეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა. აგერ ჯეი დი ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ცხადყოფს იმას, რომ
აი ამ საერთაშორისო პოლიტიკურ თამაშებს საქართველოს საერთოდ იგნორირებულია. ვნახეთ, რომ აიათოლას გარდაცვალების გამო ერთმა უზარმაზარი სამძიმრის წერილი გამოაცხო და მეორე თავისი ქვეყნის ირანის საელჩოში მისული იყო იმისათვის, რომ ირანის სულიერი ლიდერის გამო სამძიმრის წერილში ჩანაწერი გაეკეთებინა. ეს ხო არ უშლის ხელს მათ ურთიერთობების დალაგებას ევროკავშირთან თუ ამერიკის შეერთებულ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებასთან ირანთან დაკავშირებული პოზიციების გამო ასე ვთქვათ, გაწყვიტა პოლიტიკური კავშირები თუ იმის გამო, რომ ქვეყანაში გიჟურის სისწრაფით დაიწყეს ავტოკრატიული რეჟიმის დამყარება და რაც მთავარია, ამის პარალელურად თვითონვე გამოვიდნენ და თქვას, რომ აღარ გვინდაო ჩვენო ვაუქმებთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესო, გამოვიდა კობახიძე, არა ვიცი ხო არ დაგვავიწყდა, გამოვიდა და გამოაცხადა, რომ აღარ ვაგრძელებთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ამ პროცესს ვაუქმებთ, მანამდე რომ ევროკავშირმა გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი რომ მოგვანიჭა, გაქანდნენ და პირველი რაც გააკეთეს, ეს იყო რუსული კანონის მიღება აგენტების შესახებ და ამის შემდეგ გიჟური ტემპით ამ ქვეყანაში ამყარებენ ავტოკრატიულ სისტემას და ყოველ დღე უკიდურეს შეურაცხყოფას. ისეთ აი ეს არის რო ქვია, ამას წინათ ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა მითხრა, რომ ესეთი მტრული გარემო ევროპული დიპლომატებისთვის, რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა, არ არისო რუსეთშიცო კი, იმიტომ რომ განსაკუთრებით მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ აი რაღაცნაირი დაბალი დონის რაღაცა როგორ გითხრათ, აი ამ დაბალი დონის ლანძღვაგინებას, იმიტომ რომ რაღაცა კლასი არსებობს დიპლომატიაში, რომელსაც იცავს თუნდაც რუსეთისნაირი ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფო დიპლომატიას რაღაც თავის წესები აქვს და იმასაც კი იცავენ. ანუ დასავლელი ევროპელი დიპლომატები რო გეუბნებიან, რომ უფრო მტრული გარემოა მათთვის საქართველოში ვიდრე რუსეთში. ირანთან რა შუაშია და ირანთან ურთიერთობები. რომ საქართველოში ევროპელი დიპლომატებისთვის არის უფრო მტრული გარემო ხელისუფლების მხრიდან ვიდრე რუსეთშიო. ეს არის შეფასება, რომელიც მე მოვისმინე ევროპელი დიპლომატისგან. და ამიტომ არაფერი კავშირში არ აქვს. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, არავინ არ საქართველოს ხელისუფლების, როგორ გითხრათ, ეს თავისუფლების სივრცე ირანთან პოზიციონირებას რაც შეეხება არის შეზღუდული. ვინც არ უნდა იყოს დღეს ხელისუფლებაში, ყველას მოუწევდა ძალიან ფრთხილი პოზიციონირება. პირდაპირ გეტყვით, რომ არ არის აქ ფართო არეალი ჩვენთვის თავისუფლების რეალობიდან მომენტში სწორად იქცევა ქართული ოცნება. არა, მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ძალიან შორს წავიდა და გადაკვეთა, ასე ვთქვათ, გარკვეული ხაზები მას შეეძლო, რომ ბევრად უფრო თავშეკავებულად მოქცეულიყო, მაგრამ ამავე დროს თავისუფლების არეალი ძალიან შეზღუდული აქვს საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას. ამიტომ დიპლომატიური დამოკიდებულება ირანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არასდროს არ გახდება ამ ქვეყნის მიმართ რაღაცა პრეტენზია და არავინ არ მოატყუოს ვინმე რომ ეს არის პრეტენზია. ევროკავშირში შიგნით სრულიად არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ტრამპის მიერ დაწყებულ, ასე ვთქვათ, ოპერაციასთან დაკავშირებით და მეტიც ბევრი მიიჩნევს, რომ გააფუჭა ამან კიდევ უფრო ურთიერთობა ევროპასთან, იმიტომ რომ არანაირი წინასწარი კონსულტაცია არ ყოფილა. არ ყოფილა ევროკავშირთან არანაირი წინასწარი კონსულტაცია ამ ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით და ევროპელების დამოკიდებულება ძირითადად არის, რომ ამერიკა არის ამაზე ხო პასუხისმგებელი. ამიტომ წევრი ქვეყნები შეიძლება იქნენ ჩათრეულნი, აღმოჩნდნენ ირანის სამიზნე. შესაძლოა რომ გაფართოვდეს ეს ასე ვთქვათ პრობლემა, მოდი ესე ვთქვათ, რომ პრობლემა რომელიც იქმნება ამ პროცესით ყველას ეხება, მაგრამ საქართველოს დღევანდელმა მმართველმა აი ამ დაჯგუფებამ არავინ არ უნდა მოატყუოს, რომ მათსა და ევროკავშირს შორის განხეთქილების თემა არის მაგალითად ირანში მიმდინარე პროცესები. არა, საერთოდ არ იყო არანაირი საუბარი და კიდევ ერთხელ ვამბობ, საკმაოდ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არის ირანში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპაში, როდესაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მაგალითად ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ქართულ ხალხს აწუხებს, უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.
მიღებული აქვს ჩამონათვალი ევროკავშირისგან წელიწად ნახევრის წინ. რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ უბიზო მიმოსვლა. რა შუაშია აქ ირანი, რა შუაშია ირანთან შექმნილი ვითარება, როდესაც ჩვენ გეუბნებიან გააუქმე რეპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტა საქართველოში დემოკრატიული სივრცის განადგურება. ამაზე არის მაგრამ თუ საქართველოს თავარი პრეტენზია ევროკავშირის დადგა რეალურად, მაშინ არ უნდა კონდეს ევროკავშირის სხვა არავის იმედი ჩვენ ვერ გვექნება, სხვა ვერავის ვერასდროს ამ ქვეყანას დამოუკიდებლობის შექმნის დღიდან. აი იმ დღიდან, როდესაც ამ ქვეყანაში შიმშილი იყო, იმიტომ რომ ჩამოინგრა ეკონომიკური სისტემა. არასდროს და არავის იმედი, გარდა დასავლელი ჩვენი მეგობრებისა, არასდროს არ ქონია და დათვალოს ყველამ რამდენი მილიარდი აქვს დახარჯული სხვადასხვანაირი ჰუმანიტარული დახმარებიდან დაწყებული დამთავრებული სამხედრო შესაძლებლობების შექმნით დასავლეთს ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის და აი ამ ხალხს ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებს რომ გილანძღავს ყოველდღე ხელისუფლება, რომელსაც სიტყვას ვერ ათქმევინებ. სიტყვას ვერ ათქმევინებ იმაზე, რასაც აკეთებს რუსეთი. სიტყვას ვერ ათქმევინებ იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ის ვითარება არის შექმნილი, რომ ღრმავდება დღითი დღე გამოწვევები ოკუპირებულ ტერიტორიებში, სადაც ფაქტიურად ჩვენ საერთოდ ვეღარანაირ ზეგავლენას ვერ ვახდენთ მოვლენებზე. ეს ხალხი ამაზე არასდროს არ ლაპარაკობს, მაგრამ ყოველდღე გამოდის და თავს ესხმის იმ ხალხს, ვისაც დიახ, თქვენც მათი იმედი გაქვთ, ჩვენ რო ხვალ კრიზისი შეგვექმნას, ისევე როგორც პანდემიის დროს, ვისი იმედი გქონდა, ვინ დაგვეხმარა ჩვენ, მათ შორის ვაქცინებით და მათ შორის გამკლავებით ამ პროცესთან და ამას ვამბობ მე დიდი ხანია, რომ უსაფრთხოების გამოწვევა მრავალი და სხვადასხვა შეიძლება იყოს ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც აღარც უშიშროების კონცეფცია არსებობს. აღარც უშიშროების საბჭო არსებობს, აღარც არანაირი სისტემური ანალიზი არ არსებობს, საიდან მომდინარეობს საფრთხეები და როგორ უნდა გაუმკლავდე ამას. არსებობს ვიღაცა კაცი, რომელიც არის გამოკეტილი სადღაც და ვისალაპარაკება არავინ არ იცის და აი ამ კაცის საკმაოდ დეფორმირებული აღქმით სამყაროსი საქართველოს ყველა მოქალაქე არის აყვანილი მძევლად, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად სახელმწიფო აღარ გვაქვს და ეს სახელმწიფო რო აღარ გაქვს, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევები და მათ შორის მთელია ეს პროცესი, რასაც ქვია სახელმწიფოს მართვა, აღარ არის, აღარ მიმდინარეობს და ყველა ვარ დამოკიდებული იმაზე, ხვალ როგორ გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი და რას ჩათვლის საჭიროდ საკუთარი აბსოლუტურად დეფორმირებული მსოფლმხედველობიდან გამომდინარე და ეს არის ყველაზე სახიფათო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის დღეს. სამწუხაროდ რისკები საქართველოსთვის შიდა თუ გარე დღითი დღე უფრო იზრდება. ოპოზიციის ალიანს რაც შეეხება ქალბატონო სალომე. მოდი ჯერ ცოტა ასე ვთქვათ შორიდან დავიწყებ და შემდეგ მთავარ სათქმელს მივახლოვდები. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი შეჯერდნენ, შეთანხმდნენ, ხელიც მოაწერეს, აგერ დღეს პირველი შეხვედრა გამართეს, აი თითქოს მათ ყველა გამოსვლაში რაღაცა ძალიან დიდი ოპტიმიზმი იკვეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ადრე თუ გვიან ლელოს თავისი პოზიციის მიუხედავად მაინც მოუწევს შეუერთდეს აი ამ ოპოზიციის ალიანსს და აი პირდაპირ მითხარით, აქვთ აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ამ ოპტიმიზმის რეალ ობიექტური მიზეზი აქვთ მათ? იცით რა, მე ყველას ვურჩევ, რომ საკუთარ საქმეს მიხედოს და საკუთარ საქმით დაკავდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოლოდინები შექმნეს საზოგადოებაში. ჩვენ ხელი არ მოვაწერეთ ამ დოკუმენტს, იმიტომ რომ ამ დოკუმენტში არაფერი ახალი არ არის ნათქვამი. ჩვენ ხელმომწერი ვართ პრეზიდენტის ქარტეის. მე რაიმე ახალი ამ დოკუმენტში ან ვინც წაიკითხა, იქ ვერაფერი ვერ ნახა რაიმე კონკრეტულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და სწორედ იმიტომ რომ ჩვენ ამას ვამბობთ ყოველთვის ყოველს წარმატებას ვუსურვებთ, მაგრამ ჩვენ თუ ვერ ვხედავთ რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს, არ გვინდა რომ რაღაცა ცრუ მოლოდინს არ გავაჩენთ საზოგადოებაში. ეხლა შედგა ეს რაღაცა ასე ვთქვათ შეკრება სხვადასხვა პარტიების მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს, თქვეს რომ რჩებიან ერთგული პრეზიდენტის ქარტეის, ჩვენ ამ ქარტიას დიდი ხნის წინ შევუერთდით. ანუ ამაში მაინც გაქვთ რაღაცა ყვეთა, ანუ შესაძლებელია ეს აძლევთ სწორედ ასე ვთქვათ. არაფერი, ამიტომ ვინც ჩათვალა რომ ეს დოკუმენტი რაღაცა არის, ესე იგი
ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში ძალიან კარგი ჩვენმა წარმატებებს უსურვებთ, დაკავდნენ თავისი საქმე და შეთავაზონ საზოგადოებას დაუდონ საზოგადოებას შედეგები. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ საზოგადოება მოვატყუოთ და შევქმნათ ტყუილი მოლოდინი, რომელიც მე ვერ გამართლდება. ისევე როგორც არ შეგვექმნია ტყუილი მოლოდინი, არ ვიცი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე არჩევნებზე თუ არ მიხვალ და მიხვალ მიტინგზე, მეორე დღეს ბიზინა ივანიშვილი სახლში წავა. ამიტომ ტყუილ დაპირებებს ჩვენ ხელს არ ვაწერთ. და არ გვინდა სრულ დაპირებებს შექმნა საზოგადოებაში. ვინც იძლევა დაპირებებს შეასრულოს ეს დაპირება. ეთანხმებით თუ არა პოზიციას, რაც დღეს გააჟღერა ლელოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომ რეალურად თუ ამ ოპოზიციურ ალიანსს აქვს პრეტენზია, რომ იქცეს პოლიტიკურ ალტერნატივად, ლელოს გარეშე ეს ალტერნატივა არ არის სრულფასოვანი. ეცით რა მე ვფიქრობ, რომ ქართული ხალხის გადასაწყვეტი არის ალტერნატივა ვინ არის და ვინ არ არის, ხო? ამიტომ ჩემი აზრით მთავარი არის, რომ ჩვენ მივაღწიოთ იმას, რომ ქართული ხალხის ნება აისახოს შესაბამისად არჩევანში, რომელსაც ისინი გააკეთებენ და შედეგში პოლიტიკურში, რომელიც დადგება. ჩვენი ამოცანა დღეს რაც არის, ჩვენ დღის წესრიგზე უნდა კონცენტრირდეთ, იმიტომ რომ ლელო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ამ ხელისუფლების, ჩვენი პოლიტიკური ლიდერები არიან დევნის ქვეშ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პარტია, რომლის აკრძალვასაც ცდილობს ეს ხელისუფლება და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი პარტია სწორედ იმიტომ არის სამიზნე ამ ხელისუფლების, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ პოლიტიკაში. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ისინი ჩვენ ხო არ ვამბობთ, რომ მნიშვნელოვან როლს არ თამაშობენ სხვა ოპოზიციური პარტიები, ასე ვთქვათ, იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც ქვეყანაში მიდის, მაგრამ ჩვენ დღეს მიგვაჩნია, რომ უნდა მაქსიმალური კონცენტრირება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტია, ასე ვთქვათ, შევძლოთ, რომ ეს პარტია მოემსახუროს ქართული ხალხის ინტერესებს და შემდგომში რა არის რეალური ალტერნატივა, ახლა ცოტა ჩემთვის სასაცილოდ ჟღერს, რომ ახლა მე ან ვიღაც სხვა პოლიტიკოსი გამოვიდეს, თქვას, რომ მე ვარ ალტერნატივა ხელისუფლების. ეს ქართული ხალხის გადასაწყვეტია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ქართულ ხალხს შევთავაზოთ არჩევანი. მე მგონი ეს არის პოლიტიკური პარტიის ფუნქცია.